რიცხვით. მოგესალმებით, დიანა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და სოლიდარობა სინდისის და პოლიტიკურ პატიმრებს ამ ქვეყანაში, რომელთა რიცხვით ყოველდღიურად მატულობს კატასტროფულ ვითარებაში შესაბამისად ეს ქვეყანა. მე მგონი გარდა იმ აღქმებისა, რაც შეიძლება დაგვენახა დღეს ამ მოკლე შეფასებებისგან, მე მგონი რა დღესავით ნათელია თუ რა დამოკიდებულება ექნება ევროპის კავშირს საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიმართ და მოქმედი ვითარების მიმართ ამ ქვეყანაში, გამომდინარე იქიდან ქართული ოცნება რა რეჟიმში არის გადასული ევროპის კავშირთან ურთიერთობაში ბოლო 1 წელია განსაკუთრებით. დღეს საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომელიც ღიად ანტიდასავლურია, რომელიც აწარმოებს ერთის მხრივ პოლიტიკურ კამპანიას დასავლური ინსტიტუციების და განსაკუთრებით ევროპის კავშირის წინააღმდეგ, რომლის პროპაგანდა, რომელზე მიმულიც პროპაგანდა უბრალოდ აშავებს ყველაფერს, რაც მომდინარეობს ევროკავშირიდან, მაღალ ჩინოსნებს, ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს და კოლეგებს 1000 ბინძური ეპითეტით ამკობს, ამის მიღმა პოლიტიკურად მათ აფასებს როგორც რაღაცა კონსპირაციის თეორიების პრინციპებით მართულს, ან რაღაცა deep state-ი მართავს, იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს არც ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე აღარ არსებობს, ანუ ქართული ოცნება ახორციელებს კრემლის პირდაპირ დავალებას, ანუ მოსკოვის პირდაპირ დავალებას, რომ საქართველოს აღარ ქონდეს საგარეო პოლიტიკა, ამ პროცესში ვართ, ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, რომ ჩვენ რეგიონში დუღილია, ჩვენი რეგიონი ხდება აქტიურად მოთამაშე საერთაშორისო პოლიტიკურ ველზე, ჩვენ რეგიონში მიმდინარეობს პროცესები, რომელიც ფუნდამენტურად შეცვლის ჩვენს მომავალს, ჩვენი შვილების მომავალს და საქართველოს თელ ამ პროცესს უყურებს როგორც საბჭოთა დროში რაღაცა ვასალი რესპუბლიკა, რომელსაც საგარეო უწყება არ აქვს. აი ეს არის რეალობა, შესაბამისად, აქედან გამომდინარე, მოლოდინი არავის არ უნდა კონდეს კარგის, ხო? არ უნდა იყოს დაალაგებული, რომ კარგის მოლოდინი გქონდეს. ეხლა შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებებს თუ ვიხილავთ მაგალითად, რომ ევროპელებს ჩვენი ეკონომიკური განვითარების შურს და ამიტომ გვაფასებენ ცუდად, ხო? აი ეს რაღაცა თავხედობის უკანასკნელ ზღვარზე სიარული. შალვა პაპუაშვილი ხო დებილი არ არის? ბოდიში ამ გამოთქმისთვის. მას ხო ძალიან კარგად იცის, რატო არის ესეთ დამოკიდებული ევროკავშირთან. ის არის მთავარი მიზეზი. საქართველოს დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ყოველ დილას იწყებს ბრიფინგით, რომელიც რუსული პროპაგანდის ყველაზე ბინძურ ჯურღმულებში დანერგილი ტრადიციებით 1000 ბინძურეს ამბობს ევროპის კავშირზე. შესაბამისად, ჩვენ ეკონომიკა ახსენეთ და მოდით ამ დოკუმენტში სამართლიანობისთვის თქვათ, რომ ერთადერთი პოზიტიური მიმართულება არის და არ არის ეს უმნიშვნელო, მაგრამ ძალიან სერიოზული უპრეცედენტო უკუსლის ფონზე ყველა სხვა მიმართულები წერია, რომ ერთადერთი პოზიტიური, სადაც საქართველოს ლიდერობს, არის ეკონომიკური ზრდა, მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური ზრდა იყო 9.4, შემდეგ მოყვება 4.4-ით კოსოვო, ჩრდილო მაკედონია 2.8, სერბეთი 3.9, ალბანეთი 4, მოკლედ 10-მდე აქვს ეკონომიკური ზრდა, მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური ზრდა. ესეც არ შევალ, ქავატონდიანა. დეტალებში არ შევალ, ხა ძალიან ბევრ დროს წაიღებს, უბრალოდ ჩვენ მოსახლეობას ერთი რამ უნდა ესწროს, ჩვენ თანამოქალაქეებს ერთი მთავარი რამ უნდა ესწროს, კი საქართველოში არის მაღალი ეკონომიკური მაჩვენებელი დღეს. კი საქართველოში დღეს აი იმ ვითარებიდან გამომდინარე, რა ვითარებად შექმნა რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, ანუ რეგიონში ერთგვარი გადალაგება სავაჭრო გზებზე საქართველოს ძალიან დიდ პოტენციალს აძლევს. და კი ეს აი დროებითი ეფექტის ეკონომიკური მაჩვენებელი არის პოზიტიური. არავის ამის არ შურს, იმიტომ რომ ბევრად უკეთესად შეიძლებოდა აქაც ოპერირება, მაგრამ ეს არის პოზიტიური. ოღონდ არ არსებობს ქვეყანაში ერთ მაგალითს ვერ მომიყვანთ, ქვეყნისა, სადაც მკვდარია ადამიანის უფლებები, დემოკრატია, არ არსებობს სასამართლო სისტემა, არ არსებობს ადამიანის უფლებები, არ არსებობს პოლიტიკური პროცესი, დიქტატორული კანონებია ფაქტიურად მიღებული და პოლიტიკურ პარტიებს აუქმებენ, იქ ეკონომიკური კეთილდღეობაა და ასეთი ქვეყანა წარმატებულ ქვეყანად ჩაითვალოს. არ არსებობს ასეთი მაგალითი. არ არსებობს ეკონომიკური თავისუფლება და წინსვლა ადამიანის უფლებების გარეშე. იმის გარეშე, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს მეტანაკლებად უკვე ამის თქმა გვიწევს თანაბარი უფლებები, რომ სახელმწიფო ყველას ერთნაირად უდგებოდეს. საქართველო არ არის ესეთი ქვეყანა. საქართველო არის ქვეყანა, რომელშიც რამოდენიმე ათეული მილიონი ლარის მოპარვაში ერთ-ერთ ბოლო ფაქტს ავიღებ, არ მოყვები მთელი კორუფციული ჯოჯოხეთის რეტროსპექტივას, რომელიც ნელ-ნელა ამოდის ზედაპირზე და ფუთფუთებს ქართული ოცნება ამას ვეღარ მალავს. ერთ-ერთი უკანასკნელი შემთხვევა აიღებ ბაგაბაღების საქმეზე, ბაგაბაღების მშენებლობისთვის გაფლანგული
ფულის საქმეზე კაცი ციხეში კი არ ჩასვეს. გირაოთი გამოუშვეს ქალბატონო დიანა გარეთ და ის ადამიანები, რომელსაც ქუჩის გადაკეტვის გამო აკავებენ, მათ წინასწარ პატიმრობაში სვავენ. პოლიტიკური განცხადებების გამო აკავებენ, მათ წინასწარ პატიმრობაში სვავენ. შესაბამისად, ეს ქვეყანა, წარმატებული ქვეყანა ვერ იქნება ამ მოდელით, რამდენი დროებითი ეკონომიკური ეფექტიც არ უნდა იყოს. უბრალოდ ვერ იქნება, ვერ ჩაითვლება წარმატებული ქვეყანა. აქვე გეტყვი რომ ვიტყვი მაყურებელს ვეტყვი ამაზე ლაპარაკით დავიწყეთ. ეს არის მანანა ჯავაშვილი, რომელსაც ერთდღიანი პატიმრობა შეუფარდეს, ცოტა ხნის წინ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ველოდებით ასევე პროცესს, რომელიც აზა ჩილაჩავას ეხება, მასთან დაკავშირებით რა იქნება გამოტანილი. მოკლედ ეს მოგიყევით, ეს იყო პენსიონერებს ხედავთ სიცოცხლეს უმწარებენ. დიახ. პენსიონერებს უმწარებენ სიცოცხლეს. იმის მაგივრად რომ საქართველოში პენსიონერებს ადამიანებს რომელსაც ბევრი წელი თავისი შრომით ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ, რა ვიცი, შრომაში გაატარეს ასეთი ადამიანები იმის მაგივრად რომ დაფასებული იყვნენ. კი არ აფასებენ ასეთ ადამიანებს. ასეთ ადამიანებს აი ესე ექცევიან, იმიტომ რომ თავისი აზრი აქვთ და პროტესტი აქვთ და მოსაზრებები აქვთ. სხვა მასწავლებლებს ციხეში უშვებენ, მაგალითად მასწავლებლის დღე იყო ამას წინათ. მასწავლებლებს ციხეში უშვებენ ამ დღეს, ციხეში ზიან რამოდენიმე მასწავლებელი, იქ მასწავლებლის დღეს აღნიშნავენ და რა ხდება ამ მასწავლებლის დღის აღნიშვნაზე? რამოდენიმე 100,000 ლარს აკეთებს საქართველოს კულტურის მინისტრთან დაკავშირებული კომპანია. აქაც ჩვეულებრივი კორუფცია, როგორც საყოფაცხოვრებო ცხოვრების წესი. ერთი საქართველო ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვისაც არ მოწონს ეს ხელისუფლება, მათთვის არის ჯოჯოხეთი და იგივე საქართველო, მათთვის ვინც ლოიალურია ხელისუფლებისადმი, ვინც ყველაფერი გაიარა 1000 ქარგრეღილში და ხრელში გაძვრა, იმისთვის რომ ქართული ოცნების ეშელონებში ზემოთ წამოსულიყო, კი ხედავთ რომ რამოდენიმე 100,000 ტენდერებს აგებინებენ. მარტო იმიტომ რომ კულტურის მინისტრთან არის დაკავშირებული და მისი მეგობარია და რა ვიცი, კარგად იცნობს მას. ეს რეალობა ნორმა ვერ იქნება. თაზო, კიდევ ერთ თემაზე მინდოდა გველაპარაკა, ეს არის ყოფილი სახალხო დამცველის Facebook სტატუსი, მაგრამ არა იმიტომ რომ თქვათ გამოხმაურებად, არამედ როგორც იდეად მსჯელობად, რომ ეხლა ოპოზიცია უნდა მოემზადოს მომავალი არჩევნებისთვის, ეს იქნება 2 დღეში, 3 თვეში თუ 3 წელიწადში ამის მიუხედავად წერს ნინო ლომჯარია, რა ტიპის ვიზი ამბობთ, ვერ გავიგე. ლომჯარია? დიახ, არ ვიცი თქვენ რამდენად ბოდიში არ ვიცნობ. ვის არ იცნობ? არ ვიცნობ მის განცხადებას. მისი განცხადება იყო პოლიტიკურ სპექტრზე, რა უნდა იყოს გაკეთებული, ჯერ საუბრობენ ეს თქვა საუბრობს რა შეცდომები იქნა დაშვებული, შემდეგ რა უნდა იყოს გამოსავალი, უნდა დაიწყოს მზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. არჩევნები ჩაინიშნება ზეგ მომავალ გაზაფხულზე, შემოდგომაზე თუ 3 წელიწადში არ აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერ შემთხვევაში მას სჭირდება მომზადება, რაც ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს. გავიგე, მოემზადოს ქალბატონი ლომჟარია, ამისთვის მოემზადოს, აუცილებელია ვეთანხმები ამაში. ჩვენ პარტიას ეს მზადება არასდროს არ შეუწყვეტია, ჩვენი პარტია ამ მთელ პროცესს უდგება საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ამ ინტერესებს ვიცავთ, ჩვენ ზუსტად ვიცოდით, აი ეს რაზეც ეხა ქალბატონი ლომჟარია ლაპარაკობს, რომ არჩევნებისთვის მზადება იქნება ეს თვითმმართველობისთვის სხვა არჩევნებში პარტიისთვის არის ერთგვარი ცხოვრების წესი, აუცილებელი, მიუხედავად ვითარებისა, რომელიც ქვეყანაში არის, ფორმაში ყოფნა. ჩვენ თუ გვინდა რომ ავტოკრატია დავამარცხოთ პოლიტიკური გზით, კონსტიტუციური გზით და ასეთი მიგვაჩნია სწორი გზა ჩვენ ლელოს ძლიერ საქართველოში, დარწმუნებულია რომ ქალბატონ ლომჯარიასაც ასე მიაქცია, ალბათ უნდა გადაიაზროს ყველა ადამიანი, მე არ ვიცი ქალბატონ ლომჯარიას პოზიცია, მაგრამ ყველა ადამიანმა უნდა გადაიაზროს, რომ უგუნურება იყო, მინიმუმ უგუნურება იყო, რაც მაგალითად თვითმმართველობის არჩევნებთან გააკეთეს. ჩვენ სულ ვამბობდით ამას, რომ ამას ვაკეთებთ სწორი პოლიტიკური პროცესის საწარმოებლად, მათ შორის იმისთვის, რომ პარტიები, ანუ პროდასავლური პარტია, ჩვენი პროდასავლური პარტია ფორმაში იყოს ყველა არჩევნებისთვის მზადება ამისთვის საჭირო. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ იმ ადამიანებმა, ვინც აი ეს მომენტი ამოაგდეს და პოლიტიკური პროცესის მოკლას გარკვეულწილად ამით ხელი შეუწყოს, ეს კარგად გადაიაზროს მეთანხმები ქალბატონ ლომჟარიას. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ჩვენ ვიპოვით აუცილებლად ჩვენ სწორ გზას, ჩვენ ველაპარაკებით ქართულ ხალხს, ველაპარაკებით იმ
ყოველდღიურ უბედურებას რაში ვცხოვრობთ, ველაპარაკებით კორუფციაზე, ველაპარაკებით იმაზე, რომ ორი არაბული ქალაქი საქართველოში დამატებით არ უნდა აშენდეს, მცხეთის ზომა ორი ქალაქი არ უნდა აშენდეს საქართველოში, იმიტომ რომ არ არის სწორი აფიორებზე, უძრავი ქონების აფიორებზე ავაწყოთ ჩვენი ეკონომიკური განვითარება, აი ამაზე ველაპარაკებით სხვა ყოველდღიურ პრობლემებზე. შევჩერდეთ მაშინ ამ საკითხზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს არის თქვენი პარტიის მხრიდან იაფასიანი პროპაგანდის მცდელობა, რომ თავად თქვენი გუნდის ლიდერს უცხოელისთვის აქვს მიქირავებული ბინა და მაშინ შეწყვიტოს ეს კონტრაქტი და მიაქირავოს ქართველსო, ასეთი რჩევა იყო პაპუაშვილისგან. რაღაცა ტიპის კომიკურ პერსონაჟად ჩამოყალიბდა ქალბატონ დიანა, ნამდვილად რაღაცა დიმიტრი მედვედევის კიდევ უფრო იაფასიან ვერსიად ჩამოყალიბდა შალვა პაპუაშვილი. სასაცილოა ხოლმე ამ კაცის მოსმენა უბრალოდ და ძალიან ძიმე სანახავია ზოგადად ადამიანური დეგრადაციის აი ის მოდელი, რომელიც პაპუაშვილმა საკუთარ თავზე შემოგთავაზა. ეხლა საქმეს რაც შეეხება, ეს რაღაცა სულელური, მართლა ქსენოფობიური და მართლა არასერიოზული განცხადებები, რომელიც პარლამენტს როგორც ინსტიტუციას არ შეეფერება, რა სახლის ქირაობა რომელი აქცენტი, ანუ არაბებზე აქცენტით ხომ არ შეიცავს თქვენი მხრიდან ქსენოფობიის ნიშნებს? არა, ქალბატონ დიანა, შეხედეთ ქსენოფობიის ნიშნები შეინიშნება ბატონი პაპუაშვილის განცხადებებში ხშირად, როდესაც ის მიზანმიმართულად ურტყავს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ხშირად მათ ეროვნებაზე მიუთითებს, უცხოელობაზე და ასე შემდეგ და აი ხა ამ იდიოტურ კამათში ნამდვილად არ შევალ მაგ კაცთან, მაგრამ მნიშვნელოვანი რა არის შეხედეთ, ჩვენ ხო მარტივ რამეს ვამბობთ, გაასაჯარო ხელშეკრულება. ორი მდგენელი აქვს ქალბატონ დიანა ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, როდესაც ერთის მხრივ იტყუებიან 6 მილიარდიან ინვესტიციაზე, რომელიც არ არსებობს ბუნებაში. და ამის გასაჯაროება, ამისთვის გვინდა გასაჯაროება, რომ დავინახოთ რეალობა სად არის, რას გვატყუებს ბიძინა ივანიშვილი, სხვა შორის ამ ბოლო დღეებში 10 მილიარდი გამხდარა ეს 6 მილიარდი ინვესტიცია. საქართველოს მოქალაქეებს მარტივი რამე უნდა ესმოდეთ, კაცო. მარტივ კითხვას ვსვათ. საქართველოს მთავრობა, საქართველოს სახელმწიფო 33%-იან წილში შევიდა ჩვენი სახელმწიფო მიწით. ეს მიწა მინიმუმ 600 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ჩვენ ვითხოვთ არა 6 მილიარდის ინვესტიციის მტკიცებულებას, არამედ მინიმუმ 1,2 მილიონის მტკიცებულებას, რომ იმის შესაბამისი 67%-იანი წილი, რაც 33% ქართულმა სახელმწიფომ წამოიღო, რომ ჩვენი ეს არაბი ინვესტორები აი ამ ფულით არიან მინიმუმ შემოსული, რომელიც 73% შეესაბამება და მინიმუმ 1,2 მილიონი უნდა იყოს. ერთი საკითხი ეს არის და მეორე საკითხი არის, რამდენად სტრატეგიულად, პოლიტიკურად, სოციალურად, დემოგრაფიულად ამ მდგენელით სწორია ანკლავების შექმნა საქართველოში. უცხოური ანკლავის შექმნა. რა არის ამაში ქსენოფობია, რომ საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკურ ძალებს ამ ქვეყანაში გვაინტერესებდეს და გვინდოდეს სწორად გვესმოდეს, რომ იქნება თუ არა მცხეთის ზომის, ქალაქი მცხეთის, ქალბატონ დიანა, ზომის ანკლავი არაბული თბილისთან ახლოს. იმიტომ რომ ეს ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული. იქნება თუ არა აგრეთვე არაბული ანკლავი გონიოში საქართველოს-თურქეთის საზღვართან სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას, იქაც იქნება თუ არა დაკეტილი ანკლავი. მადლობა ამ თემაზე ბევრი ამას არა აქვს ეკონომიკური სარგებელი. ახსენით დავალოდოთ ხელშეკრულებას და კონკრეტულ მსჯელობას. ინვესტიცია კარგია ზოგადად ქვეყანაში რომ შემოდის, თუ რა მკითხვები არსებობს ამ მასშტაბის ინვესტიციასთან და ხელშეკრულების დეტალებთან. არ არსებობს, ქალბატონ დიანა, ეგ ინვესტიცია სწორად გაუსვათ ხაზი თუ შეიძლება რა. არ არსებობს, თქო, ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს. 6 მილიარდი ბუნებაში არ არსებობს. არ არსებობს. შეხედეთ რა მოხდება. დიახ, არ არსებობს, თქო. თუ არსებობს 600 მილიონი დოლარის ღირებულების მიწით, ქართული სახელმწიფო შევიდა ამ შვილობილი კომპანიის წილში და გვანახეთ სად არის დანარჩენი ფული, კაპიტალი სად არის, ინვესტიცია არის კაპიტალი, სადღაც უნდა ჩარიცხონ. ის რომ ქართული მიწის ხარჯზე საბანკო გარანტიას მიიღებენ, ამით სესხს მოიზიდავენ და მე გაყიდვებს დაიწყებენ, ეგ ინვესტიცია არ არის ქალბატონო დიანა. ეგ არის ჩვეულებრივი უძრავი ქონების გაყიდვა და ამაში ინვესტიცია ასახვა არ შეიძლება. ინვესტიცია არის საქართველოში შემოსული ფული და ვიძახით რომ 6 მილიარდი კი არა, ჯერ 1,2 მილიონი გითხარით სად არის, რომელიც ქართული მიწის საფასურს შეესაბამება მათი მხრიდან. ამიტომ მადლობა თავზე დათუნაშვილი, ლელოძლიერი საქართველოს ერთ-ერთი წარმომადგენელი პასუხობდა ჩვენ კითხვებს. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.